სამწუხაროდ ჩემ ტრანსპორტს ვემშვიდობები. ამას არა. აი ამას. ეს არის ჩემი ძველი მანქანა Honda. ეს არის ჩემი წინა მანქანა Honda Fit. ვინც არის ეს ვიყიდე ახალი მანქანა და ეს გასაყიდია. ხო და მემჯერა რომ ყველაფერი იდეალურ დროს ხდება და დამიკავშირდა კომპანია სახელად AutoSell და მითხრა ჩვენ მომხმარებლებს მანქანის გაყიდვაში ვეხმარებითო. მეთქი იდეალურ დროს მოხვედით, აგერ მანქანა, აბა ნახოთ თუ მუშაობს თქვენი სერვისი. შევედი AutoSell GZ დავრეგისტრირდი, რომელიც უმარტივესი იყო და შემდეგ იჩევს 3 სხვადასხვა პაკეტს, რომელშიც რა თქმა უნდა სხვადასხვა სერვისები შედის და მე ავირჩიე VIP პაკეტი. დარეგისტრირებიდან მალევე აგეთმა დამირეკა, მოვიდა, წაიყვანა მანქანა. მირჩია რომ ვიზუალურ მხარე გავუკეთებინა და წინ შესაღები იყო. ეგ ნაწილიც გამიკეთა, მანქანა გააბზიალა, ფოტოებიც გადაუღო და უკან მომიყვანა და როდესაც კლიენტი დარეკავსო, მოვალ და მე თან ვანახებო. ანუ გასაღებიც კი შემიძლია ჩავაბარო. მოკლედ ჩემი ჩართულობა მარტო ის იყო რომ ფული გადავერიცხა, როდესაც მანქანას გემავდნენ. სხვა არაფერში არ მიწვალია და ყველაზე მთავარი არ მიწევს მე მომხმარებელთან ლაპარაკი. დავურეკავ პირდაპირ ჩემ ასისტენტს, რომელსაც უკვე გავესაუბრე თუ რა პრობლემები აქვს ამ მანქანას, რა ფასის დიაპაზონში მინდა რომ გაიყიდოს და ჩემი ასისტენტი მომხმარებელს ყველაფერს დეტალურად აუხსნის. და მე იქამდე არ შემაწუხებენ, სანამ მანქანის ნამდვილი მყიდველი არ გამოჩნდება. არ ვიცი, ესეთი კომფორტული სერვისი თუ მუშაობს, ეხლა მართლა გავიგებთ. ნახოთ რამდენ ხანში გაიყიდება და ეგრევე ჩავწერ მეორე ვიდეოს თუ რამდენად კომფორტული იყო ეს სერვისი. ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში არიან და 2015 წლის ზევით ყიდიან მანქანებს და რაც მთავარია ზრუნავენ იმაზე რომ შენ დრო არაფერში არ დაგიკარგოს. და ნერვები. მე ნერვები მეკარგება, როდესაც მანქანას ვყიდი. ერთხელ მაკაკიდულ ცხოვრებაში. მეჯერ აღარ მინდოდა მანქანა გავიყიდა. ახო სავალნაწილსაც შეგიმოწვეს შენი ასისტენტი თუ ეს საჭირო გახდა. მოკლედ დღეიდან ეს მანქანა ჩაბარებულია და ვნახოთ რამდენ ხანში გაიყიდება.